ოზურგეთი, გურამიშვილის 8 ნომერი რესტორანი ფიროსმანი. შიდა სამრეცხაოა, ანუ სამზარეულოში გამოყენებული ჭურჭლის რეცხვა მიმდინარეობს, ეგ არ არის დანაშაული, შეიძლება მოსასუფთავებლად, მოსავლელად, ხელის გადასავლებად გამოიყენო უკანი ჩვეულებრივად, გამარჯობათ, შეფი ვინ არის? თქვენ მძანდებით შეფი, თქვენი სახელი? ბატონო? ალა. ალა. ქალბატონო ალა. გამწოვი სუფთა გაქვთ, მაგრამ აი აქ კი ბატონო, არა. აი ნახეთ, აი აქ უკვე დაწყებული, არა წვეთავს, ბოდიშს ვიხდი. აქი არის სუფთა, მაგრამ აი აქ წვეთავს ყველგან, აი ნახეთ. ხო, მარტო ფილტრი არ უშველის, ამას შიგნით არის უკვე გაბიდნული და შიგნით არის გასასუფთავებელი ყველაფერი. შეხედეთ რა მდგომარეობაა გამწოვებში. შეხედეთ. აი ეს არის კატასტროფა. ამ მდგომარეობამდე, როდესაც მიიყვანეთ და როდესაც წვეთა უკვე დააწყებიეთ ახალ გამწოვს, აი ეს მინიმუმ არის რამოდენიმე თვის გაუწმენდავი. არ შეიძლება. იმიტომ არსებობს სანიტარული დღეების ვალდებულება, რომ აუცილებელია, რომ გაიწმინდოს. ეხლა ნახეთ, ძირითადად, როდესაც საუბრობთ, რომ კედლის ერთიანობა უნდა იყოს დაცული, ჭერის ერთიანობა უნდა იყოს, იატაკის ერთიანობა უნდა იყოს დაცული. იატაკი კარგი, დაცულია ისე თუ არის ამოტეხილები, მაგრამ მისაღებია. ჭერი გადასარევია, ახალი გაკეთებულია, ეტყობა და მისი წმენდა დეზინფექცია ძალიან მარტივია. აქედან გადის საჭმელი? ეს სამრეცხაოა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში სუფთა ჭურჭელს ხო გიბრუნებენ? აი ესეთი სიბინძურე იყოს, აი ეს როგორ შეიძლება, აი მითხარით, აი ეს ასე ძნელია რამოდენიმე კაფელის რო მოითხოვეთ და გაგიკეთონ. ეს თქვენ არ გეხებათ, ეს ხელმძღვანელობას ეხებათ, იმიტომ რომ თქვენ ხა კაფელ მეტლახის კეთებას აქ ვერ დაიწყებთ ვერანაირად. აი ესეც, აი ეს არის ზუსტად ის, რომ ნახეთ, არასუფთა ჭურჭელი არის ყველაზე მეტი დიდი დანაშაული. რამეს უჟანგავიან, რამე უნდა გადააკრათ ისეთი, რომელიც მარტივად იწმინდება. აი აქაც ნახეთ, აი ეს ვითომ სუფთა ჭურჭელი, ვითომ სუფთა ჭურჭელს რატო ამბობ, იცით, განაცუდი გარეცხელია, მაგრამ შემდეგში აბინძურებთ, ნახეთ? აი აქედანაც წვეთავს, აი კოვზებზეც აწვეთავს, იქაც აწვეთავს და საკმაოდ არასასიამოვნოდ არის აი მიმხმარი ყველაფერი. ტრაპი იცით რატო არის კვების ობიექტზე? სანიტარული დღე როცა ხდება, კედლები და ჭერი უნდა ჩამოირეცხოს და ტრაპიდან უნდა გავიდეს წყალი. ეს ტრაპი როდისმე უფუნქციონირია? ეს არის ტრაპი? ეს არის, აი ესეც ვიცოდი. ეს არის სურსათის ეროვნული სააგენტოს მოსატყუებლად თვალის ასახვევად გაკეთებული ტრაპი. ფაქტი აგერა, მაჩვენეთ ტრაპი. აქედან იქეთ როგორ უნდა წაიღოთ? ქალბატონო ალა, როგორ უნდა წაიღოთ? ხო, ეს არის აი მატყუარა ტრაპი. ესეთებიც ხდება, არა უშავს. მოწესრიგებულია. აქ ჭურჭელია შენახული, ზედაპირი არაჩვეულებრივია, ჭურჭელი სუფთათაა დადებული, მაგრამ ეს ზედაპირი აუცილებლად რამეთი უნდა დაიფაროს, არ შეიძლება. არაჩვეულებრივი სუფთა დაფა არის, მივესალმები 29-10. ეს 29-10-ია? კარგით, მაშინ ეს როდის არის, მაშინ მითხარით, აი ეს როდის არის? გუში, ყველა გუში ნამზადებს. მაცივარიც გასაწმენდია. ნახეთ, აი როგორი ჭუჭყია ქვევით. კარგით. გასაგებია. ჰასპი ეტყობა დანერგილი გაქვთ, იმიტომ რომ თერმომეტრები გაქვთ მაცივრებში. ესე იგი ჰასპი გაქვთ, ეს ძალიან კარგია. ჰასპის ვალდებულებაა, ჰასპი უნდა კონდეს ყველა. ჭერი გაქვთ იდეალურად გაკეთებული, ძალიან კარგად. აი ეს როდისაა დამზადებული ფარში. ყველაფერი დღესაა ქალბატონო. ჩვენ ძირითადად ახალი მეთვალსადებ ყველაფერს როგორც გვაქვს შეკვეთილი. კი ბატონო, დააწერია ამას. ამ დროს მე უყურებ რომ ახალია. არა, ძველია, კარგა, ახლა ძველია. ხო და რატო ინახავთ? თქვენ დასაწინააღმდეგოდ, რატო აკეთებ? ჩემო ძირფასო. მე ვხედავ რომ ახალია და ამ დროს მიწერთ რომ 18-11. გამოცდილება რამდენი წლიანი გაქვთ? დავიცერბათ 10 წელი. 10 წელი, ხო? მაშინ მითხარით, აი როგორ დიასახლისმა მაშინ ისე მიპასუხეთ. შეიძლება თუ არა ამოტეხილ ემალიზირებულ მაში ქვაბებში და თასებში იყოს მოთავსებული პროდუქტი. მით უმეტეს პროდუქტი, რომელსაც აქვს კარგით. ანუ არ შეიძლება, კი ბატონო. გეთანხმებით.
ფიროსმანში ხინკლის მძაფრი სუნი დგას, ეთყობა პოპულარული კერძია, ხინკალი. მოდით გაჩვენებთ ფიროსმანის კუპეს. აი ეს არის. აქედან ხედი, ტრადიციული გურული ოდა, აქ ფოტოები, ფიროსმანის ნახატები ნამდვილად არ არის, მაგრამ ძველი თბილისის, ალბათ თბილისის, შეიძლება ოზურგეთიც არის, ვერ გეტყვით. ფოტოები არის. ჩვეულებრივი ძალიან უბრალო მაგი და სკამები, არაფერი განსაკუთრებული, თუმცა იატაკი არის სუფთა. მოდით ვნახოთ დარბაზიც. აქ უკვე ფიროსმანის ესთეტიკა იგრძნობა ნამდვილად, მისი რეპროდუქციებია, თან ნახატებია და არა ფოტო. და ნახეთ როგორი ესეთი ძველ თბილისური აივნები, შუშაბანდები. სასიამოვნო დარბაზია, სუფთა, ნამდვილად. არის აი ესეთი სცენა. ვინ უკრავს დოლზე, აბა? იქ რა ხდება? სად გვეპატიჟებით? დამპიტაური, დიმპიტაური მიდის აქ. ტრადიციული დამპიტაური, დიმპიტაური. სისუფთავე არის, ნამდვილად, არის აი ესეთი მაგიდით გადასაფარებლები და რბილი ავეჯი, ნორმალურია. მარილის კვალს უყურებ. ანუ კუნძი მუშავდება სწორად, ოღონ რა არ მომწონს. ეხლა რამადონა კოიძე ვიქნები მე რომ ყველაფერი მომეწონოს. აი ნახეთ, აქ კი ჩეხავთ, მაგრამ აი მოხდა აქეთ. აი, მოგწონთ. აი ამიტომ ეს აი ასე უნდა იწმინდებოდეს, სულ აი ასე უნდა იწმინდებოდეს, მაგრამ ეხლა ბევრი იმიტომ ადის კიდე რომ ეს არ არის ჯერ დამუშავებული და გასასუფთავებელია. ამიტომ ეს არ ნიშნავს რომ ასე ინახავენ. და სულ ასე არის, მაგრამ აი ეს ნაწილაკები, რომელიც შეიძლება მოხდეს უშუალოდ საჭმელში, საკვებში. აი ეს რო არ მოხდეს, უნდა მოაპირკეთოთ და მე აი ესე როგორც მეიხავქენი, ესე ყოველ საღამოს ცხიმიდან უნდა სუფთავდებოდეს. იგივეს ვიტყვი აი ამ საშინელებაზე. ეს საშინელება ან გადააგდეთ, ან გადაატრიალეთ, ან რაღაცა ქენით, იმიტომ რომ აი აქეთ კიდე ცოტა არაუშავს უკეთესია. მაგრამ აი ესეც ზედაპირი უნდა მოასუფთავოთ, თუმცა ესეც საშინელებაა. და რატო? იმიტომ რომ როდესაც იჩეხება, ის ნაწილაკები მერე ხდება საჭმელში და ეხლა პლასმასიანი საჭმელი არც თქვენ არ გინდათ და არც მე. მუშაობს? ანუ ამუშავებთ, ხო? გასუფთავებული გარეცხილია, ხო? კარგი. აი მოდით ეხლა შევხედოთ. აი ჯერ ამას შეხედეთ, აი ამას შეხედეთ. აი ამას შეხედეთ. ქვევით ისე თუ ასე იქ გასუფთავებული, ანუ აი აქ არის მთელი ჭუჭყი და ნაგავი. აი ნახეთ, აი ამაზე არის, აი ესეც უნდა ირეცხებოდეს სათანადოდ. აი აქ არის, აი. ეს დილამდე გაფუჭდება და დილას აი იმ ახალ ხორცს, რომელსაც თქვენ ხმარობთ, როდესაც მოიტანთ, აი ის ხორცი გაფუჭდება. კედლის მდგომარეობა. კედელი აუცილებლად უნდა ირეცხებოდეს, სუფთავდებოდეს, იმიტომ რომ ეს არის ყველაზე რისკმატარებელი ადგილი, სადაც იმედია ეს მკვდარი და ძველი იყო. გარდაცვლილი და აღარ აყვავს. ტარაგნები? კი. არა, ნამდვილად იცი შემიძლია რომ თქვა რომ ან ყავს ტარაგნები. სუნი მოგწონთ? და ხორცის სუნი. არ არის ხორცის სუნი. აი ნახეთ რისი სუნია. აი შეხედეთ. წინვა წყალი მოწეთავ. კი. და ეს არის აი სისხლიანი და იმიანი მასა, რომელიც არის ჩაგუბებული და აი ზედაპირებიც აი ეს ყველაფერი არის დასასუფთავებელი სათანადოდ. ალუმინის ქვაბში არ შეიძლება რომ პროდუქტი ინახებოდეს და როდესაც გავაკეთებთ, უნდა გადავიტანოთ ან შუშის, ან ემალიზირებულ ქვაბში და არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ამ პირობებში ინახებოდეს. ყველაფერი უნდა იყოს აბსოლუტურად დასტიკერებული, აი მოხარშული ხორცი არის აქ კიდე და ესეც უნდა იყოს აუცილებლად დასტიკერებული და სწორად შენახული, აი ნახეთ, ეს არის აუცილებელი პირობა. იქ რაღაცას გვიჩვენებენ, საიდუმლო კარია და იქ ოთახია და აბა სად მივყავართ ამ კარს? აბა, უიმე, ტუალეტში. ტუალეტში გვეპატიჟებოდით? თქვენ არიცით, რომ ჩემს ოპერატორს ძალიან არ უყვარს ტუალეტში შესვლა? არიცით? ნუ რა გითხრათ ეხლა, დიდად სასიამოვნო სუნი არ დგას აქ. აი ესეთი ცოტა გასაწვენდია ეს კედელი, რა თქმა უნდა.
საპონი თხევადი არის ნამდვილად. აბა აქ რა ხდება? არც არაფერი არ ხდება. მოდით აბა ვნახოთ რა ხდება. აგერ ბატონო უნიტაზი. აბა რა გეგონათ თქვენ ტუალეტში რა დაგხვდებოდათ? თეთრი უნიტაზი. ტრადიციული არის ტუალეტის ქაღალდი, წყალი მოდის ცივი. აბა რა გითხრათ? ეს ტუალეტი მუშაობს ნამდვილად, ფიროსმანს აქვს დარბაზი და დარბაზთან არსებული საპირფარეშო. აი ეს არის სულ ფიროსმანი, ძალიან უბრალო ესეთი მოკრძალებული კვების ობიექტი ოზურგეთის ცენტრში, გურამიშვილის 8 ნომერში. აქაც უჟანგავი, კარგი ზედაპირი არის. აქ არანაირი კონდენსატი არ არის, ქვაბი გაპრიალებული სუფთა არის და ხინკალს ელოდება. ეს კოროზირებული ზედაპირი აუცილებლად კედელი გამისუფთავეთ და აი ეს ჭუჭყები მე მესმის რომ აქ ღუმელი იყო, მაგრამ ააკარით რამე, იმიტომ რომ არაფერი კოროზირებული სამზარეულოში აბსოლუტურად არ შეიძლება და კუთხეები აუცილებლად დაასუფთავეთ შესაბამისად. ეს თქვენ დამუშავეთ, ხო? სადაური ხბუა? 500-დანაც ჩამოთაგა. ზესტაფონის ესე იგი დოკუმენტი გააქვთ. ექნება. აბა მომიტანოს. მოვა უფროს. სამწუხაროდ მე ზუსტად ვერ ვიტყვი, აქვს თუ არა ხბოს საბუთი, იმიტომ რომ უკვე დანაწევრებული არის და ნახევრად დამუშავებულია, თუმცა აუცილებელია რომ თვითონ სამზარეულოში ინახებოდეს საბუთი. უკვე ჩემთვის ძალიან დიდი კითხვის ნიშანი დაისვა, იმედია რომ ეს საბუთი აქვს, თუმცა ეჭვი მაქვს რომ ეს საბუთი არ არსებობს კონკრეტულ ამ ობიექტზე. ბევრი რამეა გაკეთებული, მაგრამ ჩვენ ვართ მაქსიმალისტები და გვინდა რომ ყველაფერი იყოს წესრიგში. შემდეგ მოსვლაზე ყველაფერი წესრიგში დაგხვდება.